და ბესო ვიყავ ჯგუფელები, ერთად სწავლობდით, ერთ დროს მოვეწყვეთ. ჩვენი პედაგოგი გახდათ დიდებული მიხეილ თუმანიშვილი. თუმანიშვილის მოწაფეები ვარ. და ესე იგი თეატრალურ ინსტიტუტში მოგეხსენებათ, რომ არის ესეთი წესი გამოცდების, რომ ჯერ უნდა გაიაროს 3 ტური. მე ინიშნება კოლოკვიუმი, კიდევ რომ გაგიცნოს კომისიამ უკვე შენს მიმართ დაყაროს პირადი ურთიერთობა თუ შენი ერუდიცია და ყველაფერი განსაზღვროს და მე იწყება გამოცდები და მე როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში მივედი და ეხლა ეს აბიტურიენტები ერთად ვიკრიბებოდო, არ შეიძლებოდა რომ ყურადღება არ მიგექცია ბესოხიდაშვილისთვის. თავისი გარეგნობით. კიდევ ყავდა ერთი, მე ისინი ძალიან დაახლოვდნენ, ესეთი მაღალი აღნაგობის მსახიობი გახდა და დღეს ქუთაისის თეატრის ძალიან კარგი მსახიობი და თითქმის წამყვანი მსახიობია ქუთაისის და გიზო ღელეყო არის ეგეთი. აი ჩვენ ერთი ჯგუფელები ვართ. ჩემს ჯგუფში გახდათ კიდევ გივი ჩუგუაშვილი, აი ცნობილი მსახიობი და რა ვიცი, ჩემს ჯგუფში გახდათ მარინე ჯანაშია, ნანი ჩიქვინიძე, მანანა გამცემლიძე. მეშინი ახლა ვინმე არ გამომჩეს, გული არ დავწვიდო. ლექსო. აქ უნდა იცხოვრო. აუ რა ბინაა ბიჭო? სიჩუმე, სიწყნარი. დაჯექი დაისწავლე. კაცო მისამართი ხომ არ შეგოშალა? არა, კარგს წარწერე. გამარჯობა. გამარჯობა ხალხო. ხანახ საიდან გაჩდით? კარები ღია იყო. ღია იყო კარები. კარები ღია მეცნო მაგაზე კარები. ხა ბატონო. ღია იყო კარები. ხა ბატონო. უთხარი რამე. რა უთხარი? აი მე ლექსო. რა უქნა ბიჭო? რა უქნა? ხა ბატონო. თქვენ არ იცით? გესოლადასო მე ალექსი ვარ. ალექსი უნიდან. უი, ალექსი ხარ. გამარჯობა. ელექსი, გამარჯობა. გულძანდე. აგრადინა როგორ არის? ბავშვები როგორ არიან? მადლობთ არა. თქვენ როგორ გულძანდე? არა ვიშოს. გამარჯობა. გამარჯობა ხალბატონო. არა რა გუშავს ასე ვიქნა. ალექსის სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. დედა მეუბნებოდა პასუხს დაველოდოთო. მე ვფიქრე რა საჭიროა ლოდინი დრო გადის. ესენი მოდიოდნენ და მეც გამოვყევი. ყველა სწავლის გასაგრძელებლად ჩამოხედით. დიახ. მამა ჩემმა მითხრა გადახედეო ცხოვრებას. დრო არისო უკვე. გავსინჯეო გემო. ხელჩაშიდეო. ავდექით და ქეწამოვედით. ბესოს ჰქონდა ღვთიური გარეგნობა რაღაცა. საოცარი არა ამ ქვეყნიურ ადამიანს გავდა თავისი აი 2 მეტრიანი სიმაღლით, თავისი და ეს სიმაღლე მარტო იმასთვის არ ვამბობ, სილამაზისთვის, უბრალოდ მნიშვნელოვანი ადამიანი ჰქონდა საოცრად მუსიკალურად ნიჭიერი კაცი იყო, აი მღეროდა ლასტი ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა მოკლედ იმისა, რასაც ითხოვდნენ ინსტიტუტში მისაღებად და მართლაც არ ქონია, რა ქვია, რამე დარბყოლება ის მართლაც რომ დაიჭირა გამოცდები და მოეწყო კიდეც. მოეწყო და მაგრამ მე როგორ თვლი, დავმეგობრდი ჩვენ. ნუ ახლა იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ჩემი მეჯვარეც იყო, როცა მე ცოლი შევერთე მაგ პერიოდში რო ვამთავრებდი ინსტიტუტს. ის უკვე ჩემი მეჯვარეც იყო. ყველაფერი ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა. საძავიდა. რა გუთბილი შეფადრა? წამოწავედით. ხო, წავედით. ჩვენ წავედით ლექსო. კარგი. აბაშენიც ლექსო მაგრად იღავ. ხვალ გამოგივლით. სულ დამავიწყდა, ხალათი მაქვს შენ. გამოგივით აგოგო, რა ყველაფერი გავიწყდი. შენ გაჩერდი.
გარკვეული მომენტი. ხალათია ამის, ჩემთან ჩავდები. პატარა ჩემოდანი აქვს და არ დაიკუჭოს მეთქი. ჩარაგენ. წავიდეთ. წავიდეთ. ხვალ გამოგივლით. ნახვამდის. ნახვამდის. აგეცინება გოგო. წამოიღო შენ გაგაცილე. ეგრამაკლია შენ გამაცილი. ზუსტი მისამართი მიდევს აგერ ჯიბეში. ბათუმის ქუჩა 48. წამო, წამო. ხვალ გამოგივლით ლექს ხო კარგი. კარგად იყავ. 80-იან წლებში ბატონ მიშა როდესაც რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, მან აი ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ტელევიზიაში შექმნა ესე ტელეთეატრი ასეთ და პირველი სპექტაკლი დადგა ერქვა ესეთი გზაჯვარედინზე, სადაც აი ერთად ხო თამაშობდით მე ბესო ხიდაშელი ნანი ჩიგვინძე, თათული დოლიძე, კიდევ ნანი ხო არ მინდა გამომჩეს ვიღაცა. მანანა გამწევლიძე თამაშობდა. ვაკაცრავად, ასეთ შემთხვევაში დიახაც რომ შეიძლება. კანონი ერთია, კაცო, ყველასათვის ერთია კანონი და თუ საერთოდ იგია. ჩადექი ამ რიგში. რომ იძურები, სად მიძურები? მისი როლი არ იყო ის იმ მოცულობის როგორც ჩემი და მურმანჯინოდეს, მაგრამ ბესოს გარეშე ეს სამკუთხედი თუ ოთხკუთხედი ნუგზარ ბაგრატიონი თამაშობდა კიდე იმ სპექტაკლში. ისიც შარშან გარდაეცვალა და მოკლედ უნდა გითხრათ რომ ბესო ხიდაშელის აი ესეთი გარდაცვალება არ ვიცი ხო ტრაგიკულად დაიღო ის გადმოვარდა მეოთხე სართულიდან და დაიღუპა და აი რაღაც ულამაზესი ის გაწყდა შეწყდა რა მისი რა ვიცი ნიჭიერებას და მისი ისიც აი გაჩერდა ყველაფერი როცა წესით მეორე ამოსუთქვა უნდა დაწყებულიყო და იქ უნდა შეექმნა იმას ის რაც ჩვენ არ გვინახავს თეატრში გულისხმობ ნელა ვერ გაივლი რა გაღრიალებს რა? გაღრიალებს მოხსენ თუ მოვედი მაგ. შენ რა ჯანი ხوار გატყუებს? ვალიკო არა გწხვენია, მეგობრები ხარ და ჩხუბობთ. მეგობარი როა იმიტომ და დამეტაკოს? შენ ხომ მკეთილი ბიჭი ხარ. არაფერიც, ბრაზიანი ვარ, ბრაზიანი. ბრაზიანი კი არა, გამოშტერებული ხარ. აღარ გახსოვს? რა? რა გითხარი შენ მუტრუკო? ეს მოვილაპარაკეთ ბიჭო. ადიგი მაჩვენე არაფერია გაგივლის არ მინდოდა რა ჩემი ბრალი არ არის თავი ხომ უნდა გაგეწია და მოდი თუ გინდა თავიდან დავიწყოთ და შენ გამარტყია რა ქენი რა შვებით რა მოხდა აჩვენე დარინა შენ ახარ დათვი, ნამდვილი დათვი, რაჭული დათვი. ჩვენ ბავშვობიდან თუ შეიძლება თუ აი სტუდენტობის პერიოდიდან ერთად მოვდივართ ფილმში ერთად ვიყავით, იყო რა ურთიერთობები ისეთი, რომ მეგობრობდით და ძალიან კარგად ცხოვრობდით, ასე რომ იტყვიან რა, ისეთ კომფორტულად ცხოვრობდით ერთმანეთთან, რა ვიცი. მეგობრობდით და ცხოვრება ისეთნაირად დაიღუპა კაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა ასე ტრაგიკულად დაიღუპა მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მას მაგრამ ნუ ასე ეწერა ეთყობა იმ საწოდავს რა ვიცი ძალიან ისეთი ცუდი რაღაცა მოხდა გადადიოდა მიდან აივნიდან აივანზე გადადიოდა და გისოსი არ იყო დამაგრებული და გაიხსნა მოკლედ და ნუ გამხანდა კაცი გადმოვარდა რა დაიღუპა. რა ვიმუშავეთ დილიდან? ზაური? სად გამოგება რა გათქვი? აბა. დროზე უშველა ხო იცი თავს? რა შევიჯ? რა ქენი ულაშენი მოიბარსე? ნახე ბიჭო რა ქნა. ბაბუა შენმა შენი თავი მაგულაშებიანად ჩამაბარამე. მაგას ის გოგო ულაშებს კი არა. თავსაც დააგარგიებს. როგორია?
გოგოს გულისთვის მოიბარს ულაშები. შეიძლება საზღვარზე აღარც გადაუშვან უკან. მოუკრავ, მაგუმეთურს მაგას. თავი შეიკავო. უცხო კაცია. მოიცა რა იყო, რა სერჩით? აბა პასპორტში ულაშებით იყო. რა მოხდა მე ახალი ულაშები დავაწებოთ? ო. ეტი რა გზა? ვალიკო, თუ ძმა ხარ ამ საღამოს? თავი დავენებე. მეშინია შენთვის დაჯერა. შენს გეშინია? ბიჭო, როგორ გიხდებოდა ის ულაშები? ულაშები? კაც გავდი, კაც. მომეხმარები თუ არა? არა. მანო, ერთხელ რაღაცა კამათი მომივიდა, ცოტა ნაშრომები ვიყავით და კამათი მომივიდა ვიღაცებთან რაღაცა კითხვით და ну ისეთნაირად იყო საქმე რომ დამჩაგრავდნენ ყველა ვარიანტში და სად მოასწრო ვინ მიიტანა ამბავი თუ რა იყო რა იმაზე ვიყავით რა პლეხანოვზე იყო ესეთი რესტორანი იმერეთიდან გამოვდიოდი და სად ვინ მიიტანა ეს ამბავი თუ რა ფეხით ირბინა რუსთაველის თეატრიდან რუსთაველიდან ირბინა ფეხით და მოვიდა რომ გამოჩნდა ამ ხელაგაზი რომ დაინახეს უცებ როგორ ჩაქრემდა გენახა ну რა თქმა უნდა ხა გვიჩნობდნენ ქალაქში ასე თუ ისე მით უმეტეს იმ რაჭაში ერთად რო გადავიღეთ მოკლედ ძალიან მოდაში ვიყავით რა და მოკლედ გადავჭი რა კალახვას მიბირებდნენ ბევრი ვარ გამოცემ რა და ამ ხელაკაცი რო დაინახეს უცებ უკან დაიხიეს და რა თქმა უნდა მე ვილაპარაკეთ აქაური რაღაც გაუგებრებას ჰქონდა ადგილი დავარწყით ხელი შევრიგდით და გამოსული ვიყავით იმ რესტორნიდან და შევბრუნდით სანამ ძალით არ გამოგვაგდეს მოკლედ გიგდა ნაგა შინით ყავს კეიფოდით კაი სიმღერების გიბესომღეროდა ძალიან კარგად რა და კაი სიმღერებით და კაი ხუმრობებით და კაი ანეკდოტებით ამბავი და კაი სასიამოვნო სიტუაცია მოკლედ ჩხუბი და უბედურობა გადაიდაზა უსებ მერე დროსარებაში და კარგად მახსენდება ეს ამბავი კიდე კარგი მღრია ბიჭო დუნაი რა გქონდა საბანად ჩამოსვლა თუ არ წავიდეთ დროზე ბიჭო გავიყინებით აქ ჩვენ გაზდა ფილტვების ანდება თუ არა გაცივება განაღდებული იყო ბესოსთან შეხება მქონდა ჯერ მარტო ინსტიტუტიდან მე ბესოზე ერთი კურსი წინ ვიყავი ჩამოვიდა კაი რაჭუკელა ბიჭი კაი ბიჭი მოძღალეზილი რო იტყვიან ხო და ნუ მე ეგ რუსთაველში წავიდა მე მარჯანშუში მიმიწვეს და იმის შემდეგ შეხვედრები მქონდა მეგობრული სიყვარულით ყველაფრით და მე ისე მოხდა რომ ყველაზე სწრაფები მსოფლიოში გია მატარაძემ გადაიღო და იქ შევხვდით ერთმანეს და რაჭაში მქონდა სხვათა შორის გადაღებები ონში ხო და ხანდახან იტყოდა ბიჭო აი როგორ მინდა რომ რაღაცა როლი ვითამაშოს ბიჭო მე უთხარი აგერ არის ონი შენი რაიონი აგერ არის დაჭიქი ხა შედი ამ თეატრში ითამაშე ოტელო ითამაშე რიჩარდ ბესამე ვინ გაგაკონტროლებს შენი კრები ყველაფერი და როლებიც გექნება და გამაკონტროლებელი შენი არავინ არ იქნება და ატეკი და ითამაშე ჩემო და კვდებოდა სიცილით ხო რა ვიცი ძალიან გული დამსახურა ძალიან ტრაგიკულად დაამთავრა თავის ცხოვრება ნიჭიერი კაცი იყო გარეგნობა კარგი ჰქონდა ყველაფერი და რა ვიცი ძალიან გვეწყინა სულ რომ ასე უბედურად წავიდა რა ეს მითხარი შენა ვინ არის ვინ არაბი თავრიზიდან ვაი არაბი იცი არაბი თავრიზიდან გავიგე მე ფულს რამდენს ხოვლობს რო აბა მე რა ვიცი გეგო ბატონო მე მგონი ასე რა სოქრომდე 100 ოქრო ცოტა 100 ოქრო 50 არის რა მე რა ვიცი გეგო ბატონო მე ხარ ავყიდი იმ ფულს მოდი რა ცოტა ისე წაველი ეს მითხარი არა იქნება 50-ზე დათანხმდეს რა იქნება საკურველი კაცი ხარ
თვითონ რატო არ მდიდრდება? გიგო ბატონო. ხო, დაწყევლილია. იმას არ გამოადგება. მერე დავრიშია. დავრიშებში კი ეს ჯადოსნობა ცოდვად ითვლება. ხომ წაიკითხე ყარამანიანი? მაიცა, დავრიში. ო. მე მაინც დამაკლდა ბესო შემოქმედებაში, იმიტომ მისგან არა მარტო მე ყველა უფრო მეც მოელოდა, ვიდრე მან დატოვა თავის შემოქმედება. თუმცა ეს ეხება მხოლოდ თეატრს და არა კინოში ის მშვენიერი სახეების შექმნა, ის რომელ ფილმშიც კი გადაღებულია, ყველგან დაგამახსოვრდება და ყველგან აქტიურია, ესე ვთქვა და აი თეატრში დამტკიცდა ის, რომ ჩვენი პროფესია მარტო ნიჭზე და იმაზე გამართლების მომენტიც არის რაღაცა და მე ძალიან ახალგაზრდა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა ხო და იქ უკვე არ ეძებ ამას რა იქნებდა ისეთი რამე ეთამაშა, რომელიც საერთოდ დარჩენილიყო და მას ამის პოტენციალი ჰქონდა. აი ესე მინდა მისი აი ეს მშვენიერი შემოქმედება დავახასიათო. ნუნუკა აბა გამოიხედე რატომ დღე და საათი არ დაიწვა ოთახში ყავთ ჩაკეტილი მიდი მიუნგრიე როგორ გეკადრება საჩხუბარი რა გვაქვს გაუგებრობა თქვენ უშეწუხდებით დაბრძანდით გმადლობთ შეგნებული ხალხია ერთმანეთს გაუგებთ ბეჭკარება ისედაც დაღლილი ვარ გასაღები მაკრო გადი გადი დამღუბეთ ხო? რაგეცაშვილო რა მოგივიდა? ნელა ქალო კარები. ის იყო ზუსტად იმ ჯიშის ადამიანი, როგორც ამ მშვენიერ მხარეს ამ რაჭას ქართული კინოსა და ქართული თეატრისთვის უჩუქებია. წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც გიგანტები ქართულ კინოში, როგორც იყო თენგიზ არჩვაძე, როგორც იყო ბატონი ზურაბ კაფიანი, აი გია ჯაფარიძე. ბესო კიდე ხო გეუბნებით ახლა მოგზა ამათ მერე არ ვიცი მის იმაში რა ხდებოდა, მაგრამ აი გაცილებით აი მისი მოგრძალება უფრო მახსენდება ვიდრე მისი რაღაც ბრძოლა რომ რამე ჩაჭიდებოდა და უფრო მეტი გაეკეთებინა. რა გინდათ ბატონო ჩემგა? რა გინდათ ბატონო? ძლივს ეხი. არ მოგცემთ ბატონო? აჰა. რა იყო ბატონო? რატომ გაფიქრდით ასე? სტუმარკაც როგორ გამოგართმევდით რამე? რა იყო ბატონო, მე მაინც ადრე დავიწყე თქვენი მოტყუება თავიდან ვითომ ძალიან უხელავდით. პირველადაც დავჯექი. შემზადება უნდა ბატონო ყველაფერს, არსია ეს. მაგრამ მე მაინც პირობა დავარღვიე და არ უნდა ჩამეთვალოს. გამხიარულდით ბატონო, გაიღიმეთ მხნედ. სანამ ფილმში მოვხდებოდით, მანამდე კახაბრიშვილმა
გააკეთა ტელესპექტაკლი, იქ მოხვდით ერთად და ძალიან ისეთი სასიამოვნო სპექტაკლი გამოვიდა რაღაცა და თან მუშაობა, თან საქმე ერთმანეთს, თან მეგობრობა, თან ზმაკაცობა, თან რა ვიცი, პატარ-პატარა სისულელეებიც და გავიდა ცხოვრება და ცოტა მწყდება გული რომ გავიხსენებ ხოლმე უკვე ჩემი თაობას შემცირდა. წავიდა, წამინდის ხალხი. გული მწყდება, მაგრამ ცხოვრებას თავის კანონები აქვს, ჩემო კარგო ვერ შევცვლით. Civiludi, arati. Galida, ai sorelles gaxnavt. Ez da trobis sababi. Amgvardevs rom sheitsen. Moukhdeva arabi. Civiludi dadze fri, naide daga. მოვიფიქრე ეს უნამუსოს იდეა და სიუჟეტი. აღმოჩნდა რომ მთლიანად იყო სადღაც ნახევარი გვერდი. მივიტანე ჩემ პედაგოგთან და ვამტკიცებინე რომ კი, კარგი, აჰა, ჯანდაბას გადაიღე და ახლობით ეგეთი ვარიანტი იყო. იმიტომ რომ ძალიან მცირე იყო, თუმცა რა უნდა დამეწერა მეტივე, არ ვიცოდი. მოკლედ, ვეძებ უკვე მთავარ როლის შემსრულებლებს და აი, ბესო ხიდაშელის შემთხვევაში ეს იყო პირდაპირ ეს რომ მინდოდა. ის კი არა რომ ერთი შევარჩიე, მეორე, მესამე. აი, მინდოდა რაჭული დათვი. ფულზე ლაპარაკი არ ყოფილა. რომ მივედი და რომ უთხარი რომ აი ეს პატარა რაღაცა მაქვს რა, უთხარი ეს ფილმი სათამაშო რაღაცა სტუდენტი ვარ, ესე ვარ. რა პრობლემაო მითხრა კაცო. როცა გაგიხარდესო. შენ დაგეგმეო, გადაღებაო და ჩემგან პრობლემა არ არის. Გამვარდებს რომ მოხდება არადი. საგინგლეში არადი. სამზვადეში არადი. მიყვის მიმოაგრობა. ამოდენა მარაგი. რომ გადაღამ როტები. გახვერი არადი. მიყვის მიმოაგრობა. Why? ის დრო არის რომ ეხლა უნდა მივიდე და რაღაც ანაზღაურება უნდა გადაუხადოთ ამ ადამიანებს და მივედი მაშინ ერქვათ ფილმის დირექტორები და ასეთივე სტილში ყავდათ სასწავლო სტუდიაში გაფორმებული პროდიუსერის ადგილზე ადამიანი, რომელიც აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციას ითავსებდა და ველაპარაკები რომ მეთქი ანაზღაურება უნდა გადაუხადოთ მეთქი და თუ შეიძლება რომ გამოუწეროთ ეხლა უკვე დრო გავიდა. მეუბნებიან ესეთ რამეს რომ აქო ჩვენი კინოსტუდიის დადგენილი ტარიფითო ეკუთვნის 6 ლარიო. ეს 97 წელია მართალია ყველას უჭირს და 6 ლარიც ფულია, მაგრამ 6 ლარი არ ეყოფოდა ტაქსით რომ მოსულიყო მაინც. მე ვთხარი სირცხვილია რა. 6 ლარი როგორ უნდა გადაუხადო ადამიანს? რა ვქნათო დღეშიო პროფესიონალ მსახიობს ეკუთვნის 6 ლარიო, არაპროფესიონალს 3 ლარიო. მოვიდესო ხელი მოაწეროსო და 30 ლარს გადაუხდითო. მე ვთხარი 30 ლარის გამო მე მაგ ადამიანს ვერ დაურეკავ და ვერ ვეტყვი რომ 30 ლარი უნდა გადაგიხადო, მოდი და ხელი მოაწერე. მაშინო შენ მოაწერე და შენ წაუღეო. კაი მე ვთხარი მოვაწერ და მე წაუღებ. მიუტანე ესე მოწიწებით რა, ხო და უკვე აღარ ვსაუბრობთ ბატონო ბესოთი, იმიტომ რომ აი ამ გადაღებებმა ძალიან დაგვამეგობრა და ბესო და ჩემო გიორგი მეხუტება ბესო ისეთია და რომ მივიტანე ეს და მე ვთხარი რომ აი რა ვქნა მეთქი, აი ეს არის მე ვთქარი ანაზღაურება. მოიცა კაცო ერთიო. რა პრობლემაა? შენ იყავი კარგად, ოღონდ ეხლა მოდი აქ შემოდიო მითხრა. არ გაინძრი, აქ იყავი ცოტა ხანი ერთი წუთიო მითხრა რაღაცა. მეთქი რა საკეთებს? ჩავიდა, ამოიტანა სასმელი, საჭმელი და იმ 30 ლარზე მეტი დახარჯა, გაშალა სუფრა და აღმოჩნდა რომ მე და ბესომ და კიდე ერთი ორმა მისმა მეგობარმა ისეთი დრო გავატარეთ, მეტი რო არ შეიძლებოდა. აი
რატო გაუსვი ამას ხაზი იცით? დღეს შეიძლება ეს ან ერთეულებმა გააკეთონ, ან არავინ არ გააკეთოს უბრალოდ რა. აი რომ ის რა მთელი ჰონორარია, ну რაღაცა ცოტა, მაგრამ ისედაც იმ გაჭირვებულ პერიოდში, როცა ადამიანს თუნდაც 30 ლარის ფულია და შეიძლება აიღოს ჩაიდოს ჯიბეში, აქეთ იმაზე მეტი დახარჯა. აი, ჩემთვის ბესო ისედაც გახდა, ისედაც იყო და გახდა რაღაცა ზე პიროვნება, ზე ადამიანი. ცხოვრების დღენის სწრაფად მიდიან, ახალგაზრდობაც გაივლის მალე, სიცოცხლე მუდამ ბეწვიდია, უფალმა უწყის რაგველის ხვალე, სიცოცხლე მუდამ ბეწვიდია, უფალმა უწყის რაგველის ხვალე. ჩემი სიმდიდრე ღვინის დოქია, ჩემი ხატია ლამაზი ქალი, გადავკრავ ღვინოს თბილი ღირილი, მიქელ გაბრიელს შევხვდები მთვრალი, გადავკრავ ღვინოს თბილი ღირილი, მიქელ გაბრიელს შევხვდები